გამარჯობა, დღეს სამშაბათია და ტრადიციულად ეთერშია გადაცემა მწვანე ზონა, მე კი გადაცემის წამყვანი სოფიო ძიგუა ვარ. რაც უფრო შორდებით პოლიტიკურად ევროკავშირს, მით უფრო რჩება განცდა, რომ მისი კეთეები რეფორმების სახით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხორციელდებოდა, ერთხელაც შესაძლოა შეწყდეს. კონკრეტულად, რა შედეგები შეიძლება მოყვეს ევროკავშირთან დაშორებას ავტოტრანსპორტთან დაკავშირებული უნებლობისა და უსაფრთხოების საკითხების მიმართულებით, ამაზე და მათ შორის თითქოს და ამ მხრივ არსებული ვითარების გაუმჯობესების მიზნით სახელმწიფოს მიერ დაგეგმილ რეფორმებზე ვისაუბრებთ საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარესთან დავით მესხიშვილთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა დავით, რომ ხართ ჩვენთან ერთად და პირველ რიგში კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს სპეციალისტებს და მაყურებლებს, რომლებიც ძალიან კარგად იციან სინამდვილეში, რომ ევროკავშირი არის წესების, კანონების ერთობლიობა და სწორედ ამიტომაც შეიძლება ჩვენ გქონდეს ის სიკეთეები, თუ გავერთიანდებით ევროკავშირში, რაც რეალურად ჩვენ გვინდა. ეს არის უკეთესი ცხოვრების ხარისხი, ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, ეკოლოგიურად კარგი მდგომარეობა და ასე შემდეგ. პირველ რიგში მე მინდა გკითხოთ, რა თქმა უნდა, ავტოტრანსპორტის მიმართულებით, რომელიც კვლავ რჩება სამწუხაროდ საქართველოში ერთ-ერთ მთავარ დამაბინძურებლად, რამდენად და როგორ სრულდებოდა აქამდე ასოცირების შეთანხმების მიხედვით აღებული ვალდებულებები, რა სახის ვალდებულებებზეა საუბარი და რატომ იყო ეს მნიშვნელოვანი, რომ განვარტოთ ჩვენს სპეციალისტებს და მაყურებლებს. დიდი მადლობა მოწვევისთვის. საკითხი არის ძალიან აქტუალური და დღესდღეობით მწვავე. საკმაოდ მწვავეც კი. ევროპა არ არის მხოლოდ გეოგრაფია და პირველ რიგში, როდესაც საუბრობთ ევროინტეგრაციაზე, გულისხმობთ სტანდარტების დანერგვას, ახალი სტანდარტების დანერგვას, რომელმაც უნდა გააუმჯობესოს ჩვენი ცხოვრების დონე და ჩვენი ცხოვრების ხარისხი, ხო? ეს პირველ რიგში შეიძლება ნიშნავდეს ეკონომიკურ ზრდას, დაუშვათ ნიშნავდეს ხელფასების ზრდას, პირდაპირ გადავიტანოთ ხო რაღაც პრაქტიკაში, მაგრამ კიდე იმ სფეროებში, რომელშიც მე ვარ, ეს ნიშნავს საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებას, ეკოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტის აწევას და უკეთეს ჯანდაცვას. ხო, ეს ყველაფერი ერთმანეთზე არის გადაბმული, ამიტომ ევროინტეგრაცია ჩემ სფეროში და ჩემ მიმართულებაში კონკრეტულად ნიშნავს უკეთეს პირობებს ცხოვრების, ანუ ცხოვრების ხარისხი უნდა აიწიოს, ხო? ესე პირდაპირ ამას ნიშნავს. ამიტომაც 2014 წელს საქართველოს ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან. ეს იყო ესე ვთქვათ ძალიან მყარი ნაბიჯი ამ ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე და ამას მოყვა ევროდირექტივები, ხო? ანუ და ამ ევროდირექტივებში ძალიან ბევრი მიმართულება უკავშირდება საგზაო უსაფრთხოებას და ეკოლოგიას. კონკრეტულად კი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას, იმიტომ რომ ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებით ავიღეთ ვალდებულება, რომ შევამცირებთ საგზაო შემთხვევებს, გავაუმჯობესებთ ავტომობილების გარემოს მათ შორის ეს კი, რა თქმა უნდა და პირველ რიგში პირდაპირ ჩანაწერია, რომ ჰაერის ხარისხი უნდა გაუმჯობესდეს და ჰაერის ხარისხი ბინძურდება საქართველოში უმეტესწილად ტექნიკურად გაუმართავი ავტოტრანსპორტისგან, ეს დაახლოებით 70% არის საერთო დაბინძურებიდან ატმოსფერული ჰაერის. კი ბატონო. აი სწორედ ტექნიკური უსაფრთხოება ახსენეთ და ზუსტად 6 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ინსპექტირება, რეფორმა დაიწყო, ასე ვთქვათ, ინსპექტირების, ხომ? რაც ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო, სწორედ ანუ ერთ-ერთი ნაბიჯი იყო, სწორედ მიმართული იმისკენ, რომ ჰაერის ხარისხი გაუმჯობესებული იყო მათ შორის. ნუ, რა თქმა უნდა, ეს იყო ასევე ავარიების პრევენციის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, წინგადადგმული ნაბიჯი, ხომ? რა შეგიძლიათ გვითხრათ 6 წლის შემდეგ? რამდენად შეიძლება ან არსებობს თუ არა რაიმე სახის კვლევა, რითაც გაიზომა, რომ ინსპექტირების შემოღება მოგვიტანა კარგი, უკეთესი შედეგი, ასე ვთქვათ, თუნდაც ეკოლოგიური პრობლემების მიმართულებით, უშუალოდ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით, აი რა შეგიძლიათ თქვენ მოგვიყვეთ და რა პრობლემები დარჩა შემდეგ გავაგრძელებთ. რეფორმა ტექინსპექტირების დაიწყო ევროდირექტივის შესაბამისად, ეს არის 2014 წლის ევროდირექტივა 45, 2014, ასე ქვია ამ ევროდირექტივას და პირველ რიგში მიზნად ისახავდა საგზაო შემთხვევების შემცირებას და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, კონკრეტულად კი ჰაერის ხარისხის. სამწუხაროდ კვლევები ამ მიმართულებით არ ტარდება. და არც ალბათ ვერც ტარდება, იმიტომ რომ კვლევები როგორც წესი უკავშირდება გარკვეულ ფინანსებს, თანხებს, ძირითადად ასეთ კვლევებს ატარებდნენ ყოველთვის და უმეტესწილად საქართველოში ფონდები, მათ შორის იმ კვლევებსაც, რომელსაც სახელმწიფო სტრუქტურები აცხადებდნენ, ხო, ის სახელმწიფო სტრუქტურებსაც აფინანსებდნენ ზუსტად, ხო, სახელმწიფო სტრუქტურები ხშირად ფიქრობენ, რომ ეს გრანტები მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები იღებდნენ, ან ვიღებდით, ხო?
ამ დროს უფრო მეტი წილი გრანტების 70%-ამდე გარემოზაცვის მიმართულებით ზუსტად უკავშირდება. ასეთი კვლევები ახლა მე პირადად არ მომისმენია, თუმცა საერთაშორისო გამოცდილება გვეუბნება და ევროკავშირის გამოცდილება, რომ ტექ ინსპექტირება თუ ის დაინერგება სწორად და სრულფასოვნად არის ერთ-ერთი მექანიზმი იმისთვის, რომ შემცირდეს საგზაო შემთხვევები. აქ ძალიან მნიშვნელოვანია თქვათ, რომ ევროპა, კონკრეტულად კი ევროკავშირმა, მოდით ასე სუსტი ფორმულირებით ვთქვათ, 50%-ით შეამცირა საგზაო შემთხვევები და დაღუპულების და დაშავებულების რაოდენობა და 2025 წელს უნდა დასრულდეს ეს 50%-იანი შემცირება. ეს იყო დაახლოებით 10 წლიანი გეგმა და დასახული აქვს ახლა ახალი სტრატეგია, ეგრეთ წოდებული Zero Vision, ანუ ნულოვანი, ხო, ნიშნული, ასე რომ ვთქვათ, რაც ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირში საგზაო შემთხვევებში ადამიანები აღარ დაიღუპებიან და ეს უკვე დიდ ქალაქებში, ცენტრალურ რაიონებში, დიდი ქალაქების ცენტრალურ უბნებში უკვე მიღწეულია. იქ ბევრი ღონისძიება არის გატარებული. მათ შორის ინფრასტრუქტურული და ასე შემდეგ ალბათ. კი, ძალიან ბევრი ღონისძიება გატარებული, პირველ რიგში სიჩქარე შეიზღუდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? და ჩვენ ეხლა ჩვენი რეალობა შევადაროთ, ხო? ჩვენი რეალობა არის ის, რომ გზებზე დაღუპულების და დაშავებულების რაოდენობა 3-4 ჯერ აღემატება საშუალო ევროპულ მაჩვენებლებს და საუკეთესოს 7 ჯერ. და განსაკუთრებით მწვავეა ის, რომ ბავშვების უფლებები არის აბსოლუტურად საერთოდ არ ახსოვს არავის ბავშვები ამ საგზაო შემთხვევებში და გვაქვს ისეთი მიდგომა სამწუხაროდ ხალხშიც, რომ საგზაო შემთხვევა შეიძლება მოხდეს და საგზაო შემთხვევა შეიძლება დაიღუპონ ადამიანები. ანუ ნორმალი ის და ეს თითქოს ჩვეულებრივი ამბავია, რომ საწყალი მხრივ რომ აი ბედმა გაწირა. ბედმა კი არ გაწირა, პრობლემები რომელიც უნდა მოგვარდეს უბრალოდ. კი ბატონო, პრობლემებზე გითხავთ, უბრალოდ მე მაინტერესებს, აი 6 წელი რაც მე ვახსენე, თუ არსებობს, ვიცი რომ არასრულია ის სტატისტიკა, რომელიც თუნდაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს ხოლმე, როგორი ტენდენცია არის ამ მიმართულებით და ნიშნავს ეს თუ არა იმას, რომ სიმბოლურია თუნდაც ინსპექტირების, ასე ვთქვათ, ღონისძიებები და სწორედ ის პრობლემები, რომელიც არსებობს ამ ღონისძიებაში არის ამ ყველაფრის შედეგი. ინსპექტირება არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა. ეს ასე რომ არ იყოს, ის ევროკავშირშიც არ დაინერგებოდა, მეცმუნეთ, იმიტომ რომ ინსპექტირებას წინ უძღვის უამრავი კვლევა ევროკომისიის მიერ ჩატარებული და მისი მნიშვნელობა არის ძალიან სერიოზული. ის რომ საქართველოში არ გახდეს ეს მართლაც ესეთ სიმბოლური ხასიათის მატარებელი, ხო? მახსოვს მანიპულაციებზე საუბრობდით თუნდაც. ჩვენ გამოიკვეთა 6 წლის თავზე პრობლემები, რომელიც საჭიროებს გადაჭრას. პირველი ეს პრობლემა არის, რომ მძღოლები ქირავობენ ავტონაწილებს და ისე გადიან ინსპექტირებას. მეორე პრობლემა არის არაერთგვაროვანი ინსპექტირება, ანუ რას ნიშნავს ეს? დახარვეს და ერთ ინსპექტირების ცენტრში და ხარვეზის გამოუსწორებლად გადის მეორე ინსპექტირების ცენტრში, ხო? ესეთი, მაგრამ ეხლა არის გადაწყვეტილება მიღებული, რომ სახმელეთო ტრანსპორტ სააგენტო იღებს დამატებით ფუნქციას და მონიტორინგს დააწესებს ცენტრებზე და მათ შორის ინსპექტორებზეც, რომ ესეთი მანიპულაციები აღარ ხდებოდეს. კი, ევროდირექტივა მოქმედებს მაშინ, როდესაც შენ მას ნერგავს სრულფასოვნად და აღსრულება, ასე ვთქვათ. კანონის აღსრულება არის უმნიშვნელოვანესი, ხო, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ფურცელზე რჩება ეს დაწერილი და 6 წლის თავზე გამოჩნდა ახალი პრობლემები. რომლებიც საჭიროებენ გადაჭრას. აი კონკრეტულად რა პრობლემებია ეს? ნუ აი ეს ორი განსაკუთრებით რა მანიპულაციებით გავლა და პლუს არაერთგვაროვანი ინსპექტირება, როცა ერთ ინსპექტირების ცენტრში ხარვასდება და მეორეში წარმატებით გადის ინსპექტირებას, ხო? და ამიტომ ჩვენ ამაზე ხშირად საუბრობთ. ასევე პრობლემა არის კვალიფიციური ინსპექტორის შენარჩუნება, ესე ჩვენ თუ გვინდა რომ ეს დაინერგოს როგორც ევროპული სტანდარტი, მაშინ ინსპექტორის ხელფასიც უკვე უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტს, უნდა იყოს მაღალი. ხო, ინტერესებს დამატებით ასე. ეს საქმიანობა არის რისკებთან დაკავშირებული საქმიანობა, ამიტომ ინსპექტორ ბევრი რისკი აქვს, ხო? ჯანმრთელობის რისკი, კორუფციის რისკი, აი ბევრი რისკი სხვადასხვა მიმართულების, ამიტომ ინსპექტორის ხელფასი უნდა იყოს მაღალი. დღევანდელი გადმოსახედიდან ეს ვერ ხერხდება, ამიტომ ბევრი მიმართულება გამოჩნდა ისეთი, რომელიც საჭიროებს გადაჭრას პრობლემების და კიდევ ერთი რომ მაგალითად გაეროს ეკონომიკური კომისიის კვლევა არსებობს ინსპექტირების საჭიროებაზე, საიდან გამომდინარე რომ განვითარებადი ქვეყნების 25-30%
შემთხვევების, საგზაო შემთხვევების მოდის ტექნიკურად გაუმართავ ავტოტრანსპორტზე. ანუ ჩვენ შემთხვევაში რომ ეს ციფრებში გადმოვიტანოთ, დაახლოებით 150 ადამიანი იღუპება ყოველწლიურად ავტომობილის ტექნიკური გაუმართავებით და ეს არ უნდა იყოს ნორმა, ანუ საზოგადოება ამას ნორმად მიიჩნევს. ჩვეულებრივი ფაქტად რომ ადამ B პუნქტამდე მისვლისას შეიძლება ადამიანები დაიღუპონ. ეს არ არის ნორმა უკვე. კი ბატონო, აი მე აუცილებლად მინდა მოვასწრო კითხვა ერთ-ერთ რეფორმაზე, რომელიც უნდა დაგვეწიოს, ეს არის 1 ივნისიდან იგეგმება, როგორც ცნობილია, 150 კილომეტრზე მეტ მანძილზე მიკროავტობუსებით და მინივენებით მგზავრთა გადაყვანის აკრძალვა, ხომ? რომელზეც საკმაოდ დიდი ხანია უკვე საუბრობს მათ შორის არასამთავრობო სექტორიც, ხომ? აი თქვენი ორგანიზაცია მაგალითად უჭერს თუ არა მხარს ამ ცვლილებას და თუ კი რატომ ჩდება კითხვა 150 კილომეტრი და ევროკავშირშიც 100-ია თუ არა, იქაც გადაყავს თუ არა მიკროავტობუსებით მგზავრები და ეს ეხება თუ არა, აი საიდან მოვიდა ეს რიცხვი და ციფრი თუნდაც. ხო, ეხა იქ შიგნით დეტალებში რა შევიდეთ, ბევრი დრო წაგვივა, მე უბრალოდ რეფორმაზე გეტყვით, ჩვენთვის ცნობილია ეს რეფორმა. პირველ რიგში მიზნად ისახავს ავტოსადგურების რეფორმირებას, ზოგადად სტრუქტურულად მათ შორის და მათი იერსახეც უნდა შეიცვალოს ის მდგომარეობა, რომელიც არის და დღეს საქართველოში მოქმედებს უამრავი უკანონო ავტოსადგური, რომლებიც რეგისტრირებულებიც არ არიან და არსებობს ეგრეთ წოდებული ხიშნიკი მძღოლები, არსებობს სატვირთო ავტოტრანსპორტი, ეს მარშრუტკები ეგრეთ წოდებული, რომლებსაც გადაყავთ მგზავრები და ჩაწედებული ტაბურეტკები და ამავდროულად. ანუ ეს სფერო პრინციპში იყო ავტონომიურ რეჟიმში თვითრეგულირებული და არანაირმა კონკურენციამ, თუნდაც მათ შორის, მხოლოდ და მხოლოდ ის გამოიწვია, რომ გაუარესდა მომსახურება და შეიქმნა უკანონო, პირდაპირ შეიქმნა უკანონო ავტოსადგურები. ამიტომ ამ ნაწილში ჩვენ წლებია გავდივართ კონსულტაციებს შესაბამის სტრუქტურებთან. რეფორმა არ არის ადვილი რეფორმა, ის რა თქვენ ბრძანეთ იგივე დისტანციის შემთხვევაშიც, ხო? არის საერთაშორისო გამოცდილება ასეთი ნამდვილად რომ გრძელ დისტანციაზე ასე ვთქვათ შორს დისტანციაზე გადაყვანა ხორციელდება M3 კატეგორიის ტრანსპორტით, რაც ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ ავტობუსებს. არის ეს გამოცდილებები, ხა მთავარი არის აქ ის რომ ის რაც დაიწერა და იგეგმება ის რომ უსაფრთხოების დედამნულობის სტანდარტების საფარქვეშ არ მოხდეს ასე ვთქვათ ესეთ მონოპოლიები, რომელიც ჩვენ გვინახავს სხვა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, ამიტომაც ეხლა იწყება 1 დეკემბრიდან რეგისტრაცია და ჩვენ ზუსტად ის გვინდა და ვიღაცასთან დაუშვათ ერთი ადამიანის რომ წარმოვიდგინოთ რომ ყავს მიკროავტობუსი ან ყავს ავტობუსი ერთ ადამიანს და არა კომპანიას რომელსაც ყავს 100 და 200 მათაც კონდეთ საშუალება რომ ჩვეულებრივ ვიფუნქციონირებენ. ეს ალბათ მაინც ძალიან რთული რეფორმა არის როგორც თქვენ ახსენეთ, იმიტომ რომ თუნდაც რელიეფის გათვალისწინებით მაგალითად ხევსურეთში და უკანონში შეიძლება ვერ იაროს ხო ავტობუსმა ეგრეთ წოდებულმა. საუბარია ქაროსნულ მაგისტრალზე რა 3 კილომეტრაჟია საუბარი, თორემ ესე ვთქვათ 50 კილომეტრის დისტანციაში ბევრი რაიონი წყდება. ბოლო შეკითხვა და სამწუხაროდ დრო ამოგვეწურა, იმ შემთხვევაში რაც რითაც დავიწყეთ საუბარი, შეიძლება ითქვას რომ შეიძლება უბრალოდ ითქვას რომ ევროკავშირზე უარის თქმამ შეიძლება დაგვაბრუნოს უფრო მძიმე, ანუ იგივე ვითარებაში, რაც 6 წლის წინ ჰქონდა თუნდაც. კი, იმიტომ რომ ჩვენ დღესდღეობით მიბმულები ვართ პირდაპირ გაგებით ევროდირექტივებზე. ევროდირექტივები არის საუკეთესო კვლევითი დოკუმენტი, აი თქვენ რომ ბრძანეთ კვლევები თუ ტარდება, აი ყველა კვლევა ჩატარებული არის და იმის საფუძველზეა ეს ევროდირექტივები შემუშავებული, რაც ევროკომისია აკეთებს, ხო, ყველას ვიცით, ევროკომისიაც ყველას გაგვიგია, ევროდირექტივაც, უბრალოდ ეს არის დოკუმენტები საუკეთესო სახელმძღვანელოებია, რომ ჩვენ რაღაცა შევცვალოთ უკეთესობისკენ, ანუ მილიონობით მათ შორის პირდაპირ ვთქვათ ნაკლები ადამიანი კვდებოდეს, ან საერთოდ არ კვდებოდეს თუნდაც გზაზე. ხო, ნუ ევროკავშირის ახლა ახალი გეგმით არავინ აღარ უნდა დაიღუპოს გზებზე და ჩვენთან ჯერჯერობით აი წლებია ეს სტატისტიკა არის ამ უარყოფით ბალანსში, რაც გვაქვს და ასე არის უარყოფითად შენარჩუნებული. ამიტომ მე ჩემი ასე ვთქვათ განწყობით საერთოდ არც კი განვიხილავ იმას მოსაზრებას, რომ შეიძლება ევროკავშირის გარეშე საქართველოს სწრაფად განვითარდეს ან რაღაც ხელმოსაჭირი შედეგები კონდეს. ევროკავშირი რას აკეთებს, აი ყველაზე ისეთ მაგალითებზე რო ვთქვათ, ერთიც რო ვთქვათ, პოლონეთის შემთხვევაც საკმარისია იმისთვის, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ევროკავშირის ხარდაჭერით და ბალტიისპირეთი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ ჩვენ უნდა განვიხილოთ ის შესაძლებლობა, რომელიც მოგვეცა და ეს არის ევროკავშირში ინტეგრაცია. ძალიან დიდი მადლობა. მე მსმენელებს და მაყურებლებს შევახსენებ, რომ საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, მეორე ბლოკში კი სხვა თემით დაგიბრუნდებით.